გაუქმებული ჯავშნები, ტურისტების შემცირებული რაოდენობა და დაზარალებული ტურიზმი. ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული შედეგების დათვლა უკვე დაწყებულია. სპეციალისტები მაჩვენებლის გაუარესებას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და ოცნების რეპრესიებს უკავშირებენ. როგორია ტენდენცია 28 ნოემბრის შემდეგ ტურიზმის სექტორში? ამ თემაზე ნინო გაზელიანი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში გისმენინა. ჰორიკა სფეროს წარმომადგენლები, რომელიც აერთიანებს სასტუმროებს, რესტორნებსა და კაფეებს, ამბობენ, რომ საკმაოდ რთული ვითარება არის. მაგალითად, 2024 წლის დეკემბერი წინა წლის დეკემბერთან შედარებით, თუ ვიმსჯელებთ სასტუმროების ჯავშნებთან მიმართებით, არის დაახლოებით -29%-იანი კლებით გამორჩეული. ასევე 2025 წლის იანვარიც კი 2024 წლის იანვართან შედარებით გამოირჩევა -22%. კლებით და ამბობენ, რომ ამ მხრივ ძალიან რთული მდგომარეობა არის, მხოლოდ დეკემბრის თვეში და ხოლო თბილისის მასშტაბით სასტუმროებმა დაახლოებით, როგორც ამ სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, 11 მილიონი დოლარით იზარალეს. ბუნებრივია ჩნდება კითხვა, თუ რითი არის ეს განპირობებული, რატო უქმდება ჯავშნები და რატომ არ შემოდიან ტურისტები, განსაკუთრებით კი ევროპული ქვეყნებიდან. ისინი ამბობენ, რომ ამ ყველაფერზე მოქმედებს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პროცესები, განსაკუთრებით რაც 28 ნოემბრის შემდეგ განვითარდა და რაც ჩვენ ვიხილეთ დედაქალაქის გამზირზე იმ ძალადობის სახით, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებდნენ. ასევე ამბობენ, რომ თებერვალი თვე საერთოდ ისედაც გამოირჩევა ნაკლები დატვირთულობით და ამბობენ, რომ ეხლა მომდევნო თებერვალიც ძალიან დაბალი მაჩვენებლით იქნება გამორჩეული. ამავდროულად ამბობენ, რომ სულ სხვა რეალობა არის კერძო სექტორში, კერძო ბიზნესში, ტურიზმში, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ძალიან დაზარალდა განვითარებული პოლიტიკური პროცესების გამო. თუმცა ასევე ამბობენ, რომ სულ სხვა სტატისტიკას აქვეყნებს და სხვანაირად ითვლის ციფრებს ხელისუფლება, რომელიც აცდენილი არის რეალობას. საერთო ჯამში კი ამბობენ, რომ მათ შორის რესტორნებიც, კაფეებიც და სასტუმროებიც და მათი წარმომადგენლებიც, რომ მომხმარებლები შემცირებული არიან და თუ ვითარება არ გამოსწორდა, ძალიან მძიმე კრიზისში შევა ეს სფერო. ჩვენ ცალკე ვცხოვრობთ და სახელმწიფო სტრუქტურები ცალკე ცხოვრობენ. ჩვენ და ისინი სხვადასხვა რეალობას უყურებთ. არ ვიცი, სად ითვლიან, როგორ ითვლიან, არის საერთაშორისო ესე ვთქვათ პლატფორმა STR-ი, არც იქ ითვლიან, არ ვიცი, არც ჩვენ გვეხმაურებიან თავისთვის ითვლიან რაღაცას, რაც პირდაპირ თავისთვის ითვლიან რაღაცას, რაც არ ვიცით რა და მე აქვეყნებენ და თვითონ უხარიათ, რომ ბედნიერები არიან. ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ამ ეტაპისთვის შეშინებულია ქვეყანაში არსებული მდგომარეობით და ყველა თავს იკავებს საქართველოში ვიზიტისგან. თბილისის მასშტაბით ამ ეტაპისთვის მინდა ვთქვა, რომ განსაკუთრებით ცენტრალური ლოკაციის სასტუმროები ესეთი კრიზისი თითქმის არ გვახსოვს, როგორც ახლა გვახსოვს. ტურიზმის განვითარება ცოტა რთულად წარმოსადგენი არის. დღესდღეობით ის პერიოდი, რომელი პერიოდით ასევე უნდა იყოს ჯავშნების და შემდეგ განვითარების სიტუაცია, სამწუხაროდ ეს პერსპექტივა არ ჩანს და რაც უფრო შევდივართ კრიზისში, მით უფრო რთული ვითარება გვექნება. ეს კრიზისის დასაწყისი შეიმჩნევა თუნდაც იმ ფაქტით, რომ დაახლოებით 40 მილიონი ნახევარი არის ვადაგადაცილება სარესტორნო სფეროში. სასტუმროების დიდი ნაწილი დაცლილია, ასევე მომხმარებლების ნაკლებობას შეინიშნება რესტორნებსა და კაფეებში, როგორც მაყურებელმაც მოისმინა, ჩვენი რესპონდენტები ამბობდნენ, რომ ქვეყანა შედის კრიზისში და იმისათვის, რომ ეს კრიზისი კიდევ უფრო არ გამწვავდეს, მიაჩნიათ, რომ აუცილებელი არის გადაწყვეტილებები მიიღოს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ და ის, რომ აუცილებელია დეესკალაცია, ამაზე კერძო სექტორი 28 ნოემბრის შემდეგ ღიად საუბრობს, რომელთა დიდი ნაწილი გაემიჯნა ქართულ ოცნებას, მისი ძალადობრივი ქმედებებისა და 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების გამო. შესაბამისად, თითქმის უმეტესობა კერძო სექტორის და მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ერთადერთ გამოსავლად კვლავ მიიჩნევს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, რომ გათავისუფლების რეჟიმის ტყვეები და აუცილებელი არის ასევე ახალი არჩევნების დანიშვნა. სხვა შემთხვევაში ეს
კრიზისი გაღრმავდება და არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანა უკვე სერიოზულ იზოლაციაში მოექცეს, ვინაიდან ისეთ ქვეყანასთან, რომლის ხელისუფლებაც არის დასანქცირებული, არც ერთი დასავლელი პარტნიორი არ მოისურვებს თანამშრომლობას და აქ არ არის მხოლოდ პოლიტიკურ თანამშრომლობაზე საუბარი, არამედ ინვესტორების ძალიან დიდი ნაწილი უკვე ფიქრობს საერთოდ ითანამშრომლოს თუ არა საქართველოსთან და ასევე ფიქრობენ ისინი, ვინც ამჟამად გარკვეულ საქმიანობას ეწევიან საქართველოში, რომ მათაც დატოვონ ქვეყანა და ინვესტიციები გაიტანონ.